დღეს მინდა დაგისვათ კითხვა. 2000 წლის წინ, როცა იესო დედამიწაზე მოვიდა, რატომ აცვეს იგი ჯვარს მათ, ვინც ამბობდა, რომ ღვთის სწამდა? რატომ გააკეთეს ეს? ბევრი მიზეზი უნდა იყოს. ყველაზე დიდი მიზეზი ის იყო, რომ მათ არ იცნობდნენ იესოს მის ნამდვილ ვინაობას. თუ მათ სწამდათ და სრულად გააცნობიერეს, რომ იესო ხორციელად მოსული ღმერთია, გაბედავდნენ კი მის ჯვარცმას. ასეთ რამეს ვერაფრით გააკეთებდნენ. მათეს 27-ში ვკითხულობთ, რას ყვიროდა ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ღვთის სწამდა, როცა იესოს ჯვარცმას ცდილობდა. რა თქვეს მათ? ისინი ყვიროდნენ, თუ მისი ჯვარცმა ცოდვაა. მისი სისხლი ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს. საქმე თავი 24-ში ვხედავთ, როგორ ფიქრობდნენ იესოზე. მაშინდელი ებრაელების თვალში იესო ერეტიკოსი იყო. იესო ასწავლიდა, რომ ღმერთია. თქვა, რომ მის მიმდევრებს და მათ, ვინც მის ხორცს შეჭამს და სისხლს შესვამს, მარადიული სიცოცხლე ექნებათ. როგორ ფიქრობთ, იმ დროს ადვილი იქნებოდა იესო ქრისტესადმი სრული რწმენის ქონა? 2000 წელი გავიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან იესოსადმი რწმენის ქონა რთული არ ჩანს. ასე არ ფიქრობთ? თუ იესო მოვა და იქადაგებს, თითქოს სახარება კარგად გავრცელდება, არა? თუმცა 2000 წლის წინ ბიბლიის მიხედვით არავინ უყურებდა იესოს ისე, როგორც ჩვენ დღეს ვხედავთ. ეს მეტად სამწუხაროა. ამიტომ ბიბლია ამბობს, რომ ქრისტეს შეცნობა ღვთის საიდუმლოთა საიდუმლოა. მოდით გავხსნათ კოლასელთა მეორე თავი, მეორე მუხლი. რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისათვის. ქრისტე საიდუმლოთა საიდუმლოა. ქრისტეს სწორად ამოცნობა და მიღება ადვილი არ არის. როდესაც ვამბობთ ქრისტეს, ვის ვგულისხმობთ? განა ეს იესო ქრისტეს არ ეხება? როგორ წინასწარმეტყველებს ბიბლია იესოზე? შემოქმედი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა და ყველაფერი მასში, დაიბადება როგორც ყრმა და ძე. განა ესაია თავი 9, მუხლი 6-ში არ წერია. ბიბლიის წინასწარმეტყველების მიუხედავად, როცა იესო მოვიდა და ქადაგებდა, არავინ იცოდა, რომ ღმერთი იყო. ვერავინ იცნო იგი. რადგან ხალხს ღმერთზე შეზღუდული წარმოდგენა ჰქონდა. მათთვის ის მხოლოდ უხილავი, უდიდესი ძალის მმართველი იყო, რომელიც მეფობდა კაცობრიობასა და სამყაროზე. ამიტომ, როცა ის ხორციელად ადამიანის სახით დაიბადა, რასაც არავინ ელოდა, ვერავინ მიხვდა, რომ ღმერთი იყო. ამიტომ ბიბლია ამბობს, რომ მისი 66 წიგნის უდიდესი საიდუმლო ღმერთის პოვნა და შეცნობაა. რადგან არ იცოდნენ, რომ იესო ღმერთი იყო, ჯვარს აცვეს იგი. სახეშიც კი სცემდნენ, მუშტს ურტყამდნენ და დასცინოდნენ. ისინი დაურიდებლად იყენებდნენ ტერმინს ნაზარეველთა სექტა, რადგან არ იცოდნენ, რომ ის ღმერთი იყო. ამას შეგნებულად არავინ იზამდა. ის ჩვენ გუგავდა, თვალები, ცხვირი, ყურები და პირი ჰქონდა. ამიტომ თქვა წინასწარმეტყველმა, რომ ღვთის საიდუმლო ქრისტეა და ქრისტეს შეცნობა ღვთის საიდუმლოს შეცნობაა.
ამით მინდა დავასრულო ეს ქადაგება. დიდი მადლობა.